ღვთის მადლი ყოველთვის მოდის ჩვენთან, ყოველთვის გაგვახტობს, ყოველთვის გარდაქმნის, ყოველთვის ფერს გვიცვლის, ყოველთვის უკეთეს ხვდის, ვიდრე ვართ. ამიტომ ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი სული სამშვენელი და სხეული ღვთის მადლის მისაღებად. უნდა ვილოცოთ მთელი გულით, მთელი სულით და ასე ვთქვათ, მთელი ჩვენი სულიერი არსება შევავედროთ ღმერთს, რომ მისი მადლი მოვიდეს, მისი ნათელი მზე სიმართლისას ნათელი მოვიდეს, გადამოვიდეს ჩვენზე და გაგვიხსნას ჩვენი გონება და გული, განწმინდოს, იმიტომ რომ ჩვენი ჯვარკვირთველობა, ჩვენი ასე ვთქვათ, ცხოვრების გზა, ცხოვრების საზრისი სხვანაირად არ და ვერ გამოჩნდება, თუ არა და განწმენდ და გამშვიდებულ და განათლებულ ჭურჭელში, განათლებულ გონებაში, განწმენდილ გულში გამოჩნდება ღვთის ნება. და იქ ისეთი ტექსტი ეწერია, რომ ადვილად ამოსაკითხი ხდება მერე ღვთის ნება რა არის ჩვენ ცხოვრებაში. თუ ამგრეულია და თუ გამრუდებულია, მაშინ უკვე შეიძლება მოხდეს შეცდომის დაშვება, გადამახინჯდეს ჩვენი აღქმა. ამიტომ ყოველთვის იმისაც რომ კარგად გავიგოთ რა არის ღვთის ნება ჩვენ ცხოვრებაში, რას ითხოვს ღვთის ნება ჩვენთან, უნდა პირველ რიგში ჩვენ თავს მოთხოვოთ რა, განწმენდა გულისა და გონების, ყველაფრის განწმენდა, ხო? ვერაფერი და ვერავინ და ვერაფერი ვერ წაართმევს ადამიანს, თუ გულწრფელად უნდა, თუ გულწრფელად სურს, თუ სულიერად მას უნდა განწმენდა მადლის მიღება, ვერავინ და ვერაფერი ვერ წაართმევს და ვერ დაუშლის ამას, ვერც ლოცვას, ვერც მარხვას, ვერც ღვთისადმი ვედრებას, ვერც სიყვარულს, ვერც ასე ვთქვათ, თავისუფლების სურვილს, სულიერი თავისუფლების ხო ღმერთში, უფალთან მიახლოებას, სოდნის წყურვილს, ასე ვთქვათ, ღვთის მცნებების შესრულებას ვერავინ არ დაუშვეს, თუ კი ადამიანს გულახდილად უნდა და მით უმეტეს ღმერთი ამასში ეხმარება ადამიანს, განსაკუთრებით ესეთი მარხვისა და ლოცვის პერიოდში, ახლა მარხვის პერიოდი ხო, ბიშობის მარხვა, ბიძინების მარხვის პერიოდში, განსაკუთრებით ეხლა ყველაზე კარგი არის, რომ აი ადამიანმა ეს ხელთუქმნელი ენერგია, მადლი ღვთისა მიიღოს და ფერი იცვალოს, ეს ფერის ცვალება, ეს საოცარი ღვთის ნამდვილი ბუნების ნახვა მოციქულების მიერ ჩვენთვისაც არის მაგალითი, რომ ღვთის ჭრეტა მხოლოდ ადამიანს შეუძლია ქრისტეს მიწიერი ასპექტი, ქრისტეს როგორც სრული ღმერთის, მაგრამ სრული კაცის, როგორც კლდეს მოეფარა მოსე, ესე სრული კაცის ბუნებას მოეფარა, ღვთაებრივი ბუნება, რომ ჩვენ არ დამწვარიყავით, მისი დაუფერფლილიყავით, მისი ნათელით და მისი ღვთაებრივი ბუნებით. ამიტომ ადამიანურ ბუნებას სრულყოფილს მოეფარა და გვეჩვენა ჩვენ როგორც სრული კაცი და სრული ღმერთი და მოვიდა, იშვა და მოვიდა, როგორც წერია ყველაფერი. ამიტომ ეს ჩვენთვის არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენი ადამიანური ბუნება გადაილახოს და ჩვენი ადამიანური ბუნება, ჩვენი ეს ადამიანური სისუსტეები ყველაფერი დაეთქმულოს და ძალად იქცეს და ჩვენი ადამიანური ბუნება მადლით ღმერთს მიემსგავსოს ღმერთს. ეს მინდა რომ მე იმას კი არ ვამბობ, რომ მოისმოს ეს ხორციანი სრულები, მოისმოს ადამიანური რაც არის და არა, უნდა იყოს, მაგრამ უკეთესი უნდა გახდეს, გარდაიქმნას. ეს მინდა გისურვოთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი პროცესი, ამას სჭირდება ეს ეკლიანი გზა არის, ვიწრო გზა არის, ნების ყოფის განწმენდაც და ყველა მარტო გონების და გულის კი არა, ყველა უნარ-ჩვევების განწმენდა და ნების ყოფა ჩვენი განსაცმელია აუცილებლად. ინტელექტი ჩვენი განსახტობელია, იმანაც ფერი უნდა იცვალოს. აბა დაცემული ინტელექტი გაიგებს ღვთაებრივ საიდუმლოებებს, დაცემული ინტელექტი ჩვენი გაიგებს ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოებებს, აბა გაიგე ერთი ღმერთი სამგვამოვანი. დაცემული ინტელექტით ვერ გაიგებ, ამას უნდა განიღთოს, ინტუიციად იქცეს, დაიქმნას, უნდა ფერი უნდა იცვალოს ამ ინტელექტმაც და აი როცა გარდაიქმნება, მერე უკვე ინტუიციით მერე ღვთაებრივად იგებს, რწმენაში პირდაპირ პროპორციულად როცა მიდის წინ ძლიერდება, იგებს უკვე ინტელექტი, უკვე სხვანაირად შეიგრძნობს და ეს დაფარული კარედი ყოვლადწმინდა სამებაზე ვეძახ, ხო, მისი ხატის თანდათან რომ იხსნება, როცა სულიერად წინ მიდის ადამიანი. აი ესეთი ძალიან ძნელი არის, მაგრამ ამავდროულად მორწმუნისთვის ადვილია, რატომაც არა. მოწოდებული ხართ, არა მარტო მოწოდებული, არამედ დავალებული გვაქვს ეს, უნდა გავაკეთოთ. და ეს არის სარწმუნოებაში გავძლიერეთ, ვიცით ხო სამი საფრთხესმოთხო და სათნოება ჩვენურად იცით. სარწმუნოება, სასწოება, ანუ იმედი ხო? იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა, იმედი გვაქვს, ღმერთის თორე ჩვენ არ შეგვიძლია, ღმერთის იმედით ვართ და რა თქმა უნდა სიყვარული. აი ეს არის, ამისკენ უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ღვთისაკენ ვიყოთ და ვართ კიდევაც ღვთისაკენ ამინ ვართ, იმიტომ რომ
მერტი ჩვენსკენ არის ყოველთვის და ამ შთაგონებით ვარ და ამ მოწოდებით და ამ იმედით ვარ თუ აბა სხვანაირად ჩვენ არ გვეშველება მერტი არის ჩვენი ქრისტე არის ჩვენი მაცხოვარი და ხსნელი მან გვიხსნა ჩვენ ცოდვისა წყევლისა და სიკვდილისაგანაც გვიშვა ხედავთ ვიხსნა როგორი ძალა აქვს ქრისტეს ამიტომ თუ მინდა რომ ამ სოფელმა არ შეგვჭამოს ამ მიწიარმა ცხოვრებამ არ დაგშალოს საერთოდ დაგჟანგოს და ამიტომ მოდი წინააღმდეგობა არ გაუწიოთ ღვთისნებას მასზე ძლიერი არაფერი არ მივყვეთ მის სულიერ მოწოდებას ტექსტს მივსდიოთ მას იმ თავარ მიზნისკენ მქონდეს თქვა თვალი რასაც ქვია უფლის აი ესეთი ღვთის ტახტისკენ ვიყუროთ ეს ღვთის ტახტი რომელიც ესე რომ წარმოიდგინო ხო ცოტა ანთროპომორფული შედარება მაგრამ რომ წარმოიდგინო ღვთის ტახტი რომელიც განიცდის ქრისტე როგორც ის აი როგორც არის ხო ნახოთ ესე ხატი ხო არის ესეც სიმბოლიზირებს ღვთის ტახტი აი ესეთი ხატებზე სიმბოლიზმია მაგრამ ეს სიმბოლიზმი მის ჰიპოსტასურ რეალობას მოასწავლებს როგორც არის ხო ამიტომ ეს ჩვენთვის ადამიანებისთვის მოცემული იმისაც რომ ჩვენ გავიგოთ და მივხვდეთ და შევიგრძნოთ ის რომ ღმერთი მიუწვდომელია ყოველდღიურად ქრისტეში არის ისაც იმიტომ რომ იგი ადამიანად მოვიდა სრულ კაცად თუ ისე მიუწვდომელია ღმერთს ვერავინ ვერ შეიძლება ერთადერთი რაც მაშინ მისაწვდომია ისე რომ იგი მიუწვდომელია მაგრამ ქრისტეს ადამიანურმა ბუნებამ მოგცა საშუალება იმისა რომ მადლით მივემსგავსო და შევიმეცნოთ იგი ეს ამხელა წყალობაა და ადამის სანამ დაეცემოდა ადამი აი იმის მდგომარეობაზე კიდევ უფრო მაღალ მდგომარეობაში შევდივართ ქრისტეს მადლით ჩვენ ვეცემით მაგრამ როდესაც ვდგებით აღსარებას ზიარებით და ეხვალ ზიარებით თქვენს აი ახალი ადამიანი იბადება ჩვენში ახალი ადამიანი განიღმთობა და სულ სხვა ძალას იღებს ეს ამას დიდი საიდუმლო ქვია ძალიან იმიტომ არის საიდუმლო ზიარების ნათქვამი საიდუმლო გარდაქმნა ფორმალური კი არა შინაგანი გარდაქმნა და ფერიცვალება ხდება ადამიანის როგორც სულიერი ისევე ემოციონალურ მორალური ასევე ხორციელი ჯანმრთელობას ენიჭება, სული და ხორციელი ძალაც ენიჭება ადამიანს, როცა ისთვის არის ცხოვრებისთვის ეს ჩვენი ხორცი, ჩვენი სხეული, ინსტრუმენტია, ვისაც სინანურის ინსტრუმენტია, სულისაც მის და ქნარო, ნინო, გახსოვთ, ქნარი არის ესეც. რომ აი როგორც ინსტრუმენტი ისე გამოვიყენოთ, წაღმა გამოვიყენოთ, ყველაფერი ბოროტება საიდანაც რაც წაღმა მოგეცა, მის უკუღმა გამოყენება ბოროტება. წაღმა მოგეცა ეს გამოიყენოს სიკეთეში და მისი ეს ხორციელი ასპექტი პირიქით შენთვის ის სანთელი იყოს, რომელიც ერთი სანთელით მრავალ სანთელს აანთებს შენ ცხოვრებაში და გაწყინებული და განათებულ გზაზე იარო. აი ეს არის თავი. ამას გისურვებ მილიონობით სანთელი სულიერი აგენტოთ თქვენთვისაც და სხვებისთვისაც ადამიანებისთვის და ყველა ცუდა მოვინანოთ. ის წინააღმდეგ უამრავი დაშავებული გვაქვს, ხო იქ არის წერია, მოყვას ის წინააღმდეგ, საკუთარი თავის წინააღმდეგ, კაქსას ვაკეთებ, თორე ცოდვის მეტი რამდენია მოვინანოთ, ყველაფერი ცუდი რომ გაიხსნას ეს გზა. მოვინანიოთ გლობალურად ზოგადად ყველაფერი ცუდი რაც არის. კარგს არ უნდა მოვინანიოთ. რა ცუდი ეს მოვინანიოთ და წინ ვიაროთ თანდათანობით ნერვებად და ესე გზა გაიხსნება. ისედაც ხსნილია გზა არავის არაფერი არ ჩაუკეტია პირიქით. უფალმა მოგცა ყველაფერი წაღმა. ამიტომ ყველაფერი ჩვენს წაღმა გამოვიყენოთ. მინდა ეს გისურვო დიდი სიყვარულით და მოდით ხვალ მოგზავნით აგერ და ხვალ ყველანი ერთად ვეზიაროთ, რომ მოძღვრიან მრევლიანად. თქვენთვის არის ეს ძირვა, მარტო სასულიერო პირისთვის კი არა, ძირვა თქვენთვის. ყველაფერი უფალი აკეთებს, ყველაფერს ისე რომ გარდამული სულისკვეთის მადლი ყველაფერს აკეთებს ისე რომ ეზიაროს მრევლია მთავარი. რა თქმა უნდა მოძღვარიც ეზიარება რომ მოგიმზადოთ და მოგემსახუროთ თქვენ. და ღვთის მსახურება ამას ქვია. ღვთისა და თქვენთვის მსახურება თქვენთვის ხდება ეს ყველაფერი. რასაც წარმატებას გისურვებთ. მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.